დღეს რა ხდება ნიკო რა თემა გვაქვს? დღეს რა თემა გვაქვს, მოკლედ მეგობრებო, პირველი ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის თემა იქნება რასაც ახლა უყურებთ, მოკლედ ქართული სატელევიზიო სივრცე, გადაცემები, ხო, გადაცემები, შოუები, რეალიტები, რა ვიცი, ყველა ჟანრში ტელევიზია. ხო, ნუ სატელევიზიო თემატიკა გვაქვს დღეს, რა ტელევიზია ქართული. რანაირი უნდა იყოს? ქართულსაც ვერ მივწდებით ყველას. ხო. რანაირი უნდა იყოს ტელევიზია პირველ რიგში მაყურებელი უნდა ყავდეს პირველ რიგში, ხო? მაგრამ როგორ უნდა მოიქცე რომ ყავდეს მაყურებელი? ხო, იმიტომ რომ ყველაფერს თავის სტანდარტები აქვს, აი ტელევიზიასაც ხო თავის სტანდარტები აქვს, სულ რა თქმა უნდა აქვს რა. აი მაგალითად შოუებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო, შოუებს რა ფორმატით ვაკეთებთ და როგორი წამყვანები ყავს ეს უმთავრესია და წამყვანების რაოდენობასაც მნიშვნელობა აქვს. ახლა მე ვაკვირდები არის შოუები, რომელსაც შეიძლება ყავდეს ერთი წამყვანი. ერთი? ხო, არის ისეთი რომ ორი წამყვანი. არის ახლა რაღაცები, ხო ხდები, აი, ნუ მოკლედ არის ორი წამყვანი, არის ზოგს 3-ზე მეტი ყავს, მაგალითად არის 4 წამყვანი, 5, 6, უფრო მეტიც არის. მოკლედ მე რატომ გიკვირთ რომ მაგალითად შოუ აღარ არის ისეთი რეიტინგული, ან ისეთი მეგა პოპულარული და არ არის ძალიან რეიტინგული, იმიტომ რომ ყველაფერს თავის სტანდარტი აქვს. ანუ სოფლიოში მიღებულია, რომ თუ გინდათ შოუ იყოს საუკეთესო, მას უნდა ყავდეს 3 წამყვანი, არც მეტი, არც ნაკლები, ანუ 3 წამყვანი გარანტირებულად უკვე ეს წარმატებული შოუა, ხო? ეს არის ფორმულა. არა. 3 წამყვანი. 3 და ეგა. სტანდარტი დაიცავით და შესაბამის შედეგს მიიღებთ. აი ეს იყო ჩემი რჩევა სულ. ილო, გისმენ რამე გითხარი ახლა შენს ქართულ სივრცეზე? ნუ, იცი რა არის ხა რეიტინგზე რახან საუბრობ, ერთი რამე დიდი დაკვირვებაც არ უნდა რომ გამოიცნო ის თუ როგორ უნდა იყოს გადაცემა რეიტინგული. აი განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებზე თუ ვისაუბრებთ, ხო? თუ რამეს გამოაცხადებ პოზიტიურად, პოზიტიურ მოვლენას გულისხმობ. აჰა. გამორიცხე რომ რეიტინგი გქონდეს. აი მაგალითად ახლა რა თქვი რამე პოზიტიური მოვლენა, რაც მოგახსენე, ანუ რამე ნებისმიერი. არა, მე მართალს ამბობ ისე კი. ხო, რა მეცხრემა ბუდეები გაიგეთეს, მალე ალბათ გაზაფხულის მოვა და ბარტყებით დაიშეკებიან. და ეხლა შენ წარმოვიდგინე ახლა საინფორმაციო გამოშვება. ნებისმიერი გადაცემის სამყარო ესე თქვა რომ მერცხლები ჩამოფრინდნენ, ბუდეებს იკეთებენ, გაზაფხული დადგა, ბავშვები გარეთ თამაშობენ, რა კაია. არავის ეგ არ აინტერესებს, მაგრამ აინტერესებს თუ იტყვი ესე. რატომ იკეთებენ მერცხლები ბუდებს? რატო თამაშობენ ბავშვები გარეთ? რატო დადგა გაზაფხული? და ვისი ინიციატივით მოხდა ეს? აი ესე თუ იტყვი, რეიტინგი არა. გადმოთევა. აუცილებლად არის საჭირო ჩაძაბვა ნებისმიერ გადაცემაში. თუ არა, არავის არ აინტერესებს შენი ღიმილი და გაზაფხული გამოაცხადო ხელი. არა, უნდა ჩაძაბვა. აი ეს უფრო ნეგატიური ამბავი? მაშინ ჩამიმატე იქ, ვის ჯიბეში მიდის 3 ბარტყიდან 1. ვის ჯიბეში მიდის 3 ბარტყიდან 1. და რატომ მაინდა-მაინც? ილო რა არის, იცი, აი მე მგონი ამ ჟანრში ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი მეგობარი არის ნოდარ მელაძე, რომელსაც აი რომელსაც აი სტილი, ასე ვთქვათ, შეიძლება შექმნა რაღაცნაირად არაფერი მაგრად გამოსდის ეს და მაგრად აკეთებს. არაფერი დაუნერგობს და არაფერი შეუქმნია. ის ბავშვებიდან არაფერი შეუქმნია კაცო. ის ბავშვებიდან იყო ასეთი. მაგალითად ბაღში რო დადიოდა და მაშინიდან აშუქებდა ასეთ სტილში ყველაფერს. არ ვიცი. როგორ არა კაცო, მაგრამ იდგა ხოლმე ბაღში და ამოვიდა, ვინ შეჭამა ჩემი ფია, რატომ შეჭამა ჩემი ფია და რატომ ვერ გავაკეთე ჭუპა-ჭუპა? რატომ დაუწყვეტეს? რატომ არ არის წყალი? რატომ ვერ გავაკეთე ჭუპა-ჭუპა? რატომ ვერ შეწვა დღეზე და მკატატო? ცოტა ხანში რეკლამის შემდეგ არის. მე დარწმუნებული ვარ რომ ესე. ასე რომ ძალიან გთხოვთ ნოდარს არაფერი არ შეუქმნია. ნოდარი ასეთი იყო, ასეთია და ასეთი არ რჩება. იცი, იგივე ამბავი ყოფილა თურმე ჩვენს მეგობარზეც, მაია ასათიანზეც. მაიკოზეც ეგეთი ამბავი ყოფილა ბავშვობიდანვე. როდესაც სკოლაში მიდიოდა, თურმე მიქონდა პატარა ლამაზი ვაშვილი, რომ სკოლაში წაეღო. და რაღაც გზაში ამბავი შეემთხვა და დააგვიანდა სკოლაში, როდესაც უკითხავს მასწავლებელს პედაგოგს, რომ მაიკო, რატო დაგაგვიანდა, რა მოხდაო? დილით, როდესაც სახლიდან გამოვედი, მე წამოვიღე ვაშლი. რომელიც ქუჩაში გასვლის დროს ძირს დამივარდა და გაგორდა. მას შემთხვევით 121-07-ის ავტომობილმა გადაუარა და ის გაჭყლიტა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ვაშლი. ეს სულ სხვა ვაშლი იყო. ვაშლი საკლასო ოთახში. რაღაცა დააყოლე ან ბაღში ჯაჯანიძე უთხეში რომ დაგაყენე, რას ლაპარაკობ მან? ვინ არის მან? სულებს ელაპარაკები? ანიზე გავში მაგ შპალერს ხელი არ არის ეგ ტანსაცმელი.
ალბათ ესე მიმართა. შეიძლება. მე კიდე უნდა გითხრათ, რომ ეს წამყვანობა ძალიან რთული საქმეა, ჩემო მეგობრებო, არის ნარკოტიკივით რა, აი იმიტომ რომ ერთხელ თუ გემო გაუსინჯე, მე ვეღარ ეშვები, აი ბავშვობაში გვეუბნებოდი ხოლმე იმ სადარბაზოში არ შეხვიდე, თორე ჩუბად გადაცემას წაგაყვანი. არა, მართალს ამბობ. ანუ მართალს. ეხლა ძალიან ლოგიკური ეხლა მე მაგალითად ის რო პანდემიის დროს ერთი პერიოდი რო გადაცემა ვერ მიყავდა სახში მამაჩემი რომ მოდიოდა ხოლმე დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიდა მამაჩემი დედაჩემი მამიდაჩემი იმიტომ ხარ ფორმაში ბიჭო სულ მესაგრე ვარ სხვათა შორის რა შეჭამთ ბავშვებო ყიყიყო თუ კვერცხი არა კვერცხი სტუდიაში კვერცხი თავსავთ გაგირბის ხო ჩვენ ბევრი ჟანრს შევეხეთ ეხლა სატელევიზიო უკვე და ერთ-ერთი რაც არის რომ აი ბავშვები ავიღოთ ხო მე ეხლა ჩემი შვილებიდან გამომდინარე გეტყვით რომ ბავშვები არიან ძალიან დაბნეულები თუ რას უყუროთ შენ წარმოიდგინე ესე იგი ცალკე ხო უამრავი უცხოური არსებობს რა ვიცი ნიკერლედეონი ქართული ბევრი რაღაც არსებობს კიდე ქართული ხო ძალიან ბევრი არხი კიდე ამას მივუმატე ეხლა YouTube-ზე რამდენი რაღაცის ნახვა შეუძლიათ რა მულტიმების ასე რომ ვერ ხვდებიან რომელს უყურო კონკრეტულად რა და კონცენტრაცია უჭირს და ჩვენ ბავშვობაში ყველაფერი იდეალურად კვირაში ერთხელ 8:20 აკვდა ქალბატონი ჟანეტა არჩვაზიან რაღაცა უცნაური ფიგურები გვესაუბრებოდნენ სულ 20 წუთი იყო ჩვენთვის გამოყოფილი ამ 20 წუთიდან 15 წუთი ესენი გვესაუბრებოდნენ და შემდეგ იწყებოდა ანიმაციური მულტფილმი შემდეგ ეს დამთავრდებოდა 5 წუთი უყურე 5 წუთი აქვს მე მივიდით წვებოდით ვიძინებდით და ერთი სული ქონდა რომ გაგვეღვიძე და მეორე დღეს ისევ დავლოდებოდით 8:20 აკვდა ისევ 15 წუთი იმათ ესაუბრად და გვენახა მულტფილმის გაგრძელება არა მართლა ეგრე იყო ძვირფასო ბავშვებო ჩვენ სამი ღამის განმავლობაში მაგალითად ძილის წინ უყურებდით ერთი და იგივე 10 წუთიან მულტფილმს აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ რომ რომელიმე ანიმე ან თქვენი საყვარელი მულტფილმი ჩაგირთონ შემდეგ 5 გაყონ 5 წუთი გაყურე მე კიდე 5 მეორე დღეს დაელოდო 5 წუთს არ არსებობს არც გადახვევა არც გადმოხვევა არც YouTube-ი არაფერი არ არსებობს მარტოვის ქალბატონი და ის თოჯინები რომ გამარჯობა ბავშვებო ჩიჩილაკის ასე რომ ყველაფერი ვერა დავაგებული დაუმატებთ რომ ეს ყველაფერი აკუმულატორზე შეერთებული ტელევიზორით ხდებოდა ხო ეხა თუ კაი ცხოვრება ქონა კიდე გასოთ ადრე ძალიან პოპულარული იყო ჩვენთან ესეთი რეალიტი შოუები იყო რაღაცა გადარჩენებზე ამტანი პოპულარული იყო კი ამტანი ერთ-ერთი პირველი რეალიტი ბოხარი იყო რუსთაველზე აღარ არის ეგეთები და რატო აღარ არის თუ იცით? არ ვიცი. სადმე გინახავთ აი ქართული რეალიტი შოუ? არა. გინახავთ. თქვენ მონაწილეობთ ამაში. მთელი ქვეყანა ვართ ახლა მოკლედ რეალიტი შოუ. ტელევიზორში გადის, CNN-ზე, BBC-ზე. ყველა გვაკვირდება როგორ გადარჩებით. მაგარი პროდიუსერი ყავს წარა. მე რამდენი სეზონია ბოდიში? კაი ბლომად სეზონია უკვე. არ ვიცი, არ დამithრია, მაგრამ აი ყოველ ახალ დავალებას უფრო და უფრო ართულებს. და მე ეს რეალიტი შოუ ასე წარმომიდგენია. აი მაგალითად გამოდის წამყვანი და მოგესალმებით. ჩვენ უყურებთ რეალიტი შოუს საქართველოს. გადარჩი საქართველოში. როგორც ნახეთ, წინა გადაცემაში ჩვენ დავემშვიდობეთ ბიზნესსა და ტურიზმს. დღეს კი აუთსაიდერები არიან. განდაცვა და საბანკო სექტორი. მათ ბეც ცოტა ხანში გავიგებთ, ახლა კი უნდა გადავინაცვლოთ გაზპრომის ოთახში, რომლის სლოგანის გახლავთ. უღალატე და ჩათბი. მოგესალმებით გაზპრომის ოთახი და მანიკო უღალატე და ჩათბი. გაზპრომის ოთახი გახსოვთ რომ წინა ტურში დატოვა განათლების სისტემამ ის გამოეთიშა ჩვენს ლაივ შოუს სახელწოდებით ჩვენ ვართ საქართველო. და ნახოთ ვინ დატოვებს ლაივ შოუს ჩვენ ვართ საქართველო შემდეგი. ნახოთ ვინ გამოეთიშება ამ ტურს. ნახოთ ჩვენ დარეკეთი აქტიურეთ დარეკეთი რა დაგვაჩინეთ ვაიმე ეგეთია ბოლოს ჩავნათ რომ ეგეთი რეალიტია საგვიყვანეთ უნდა გადაგივი საგვიყვანეთ შეიძლება ხო ნუ მოკლედ ვანიკო კი რეალიტი შოუში ვართ მე მგონი რა რეალიტი საკუთარ ტყავზე ვიცი საკათედო კი მეგობრებო სხვათა შორის გადაცემები ზოგადად მეტყველებს
აი როგორი გადაცემები გადის ეთერში და შემდეგ ამ გადაცემებს როგორი რეიტინგი აქვს და რამდენი ადამიანი უყურებს, ბუნებრივია მეტყველებს საზოგადოებაზეც, ხო? რა საზოგადოება უყურებს ამა თუ იმ არხს, მაყურებელი როგორია, ხო? ბუნებრივია, ანუ რაღაცის რეიტინგი ნიშნავს რაღაცას, ხო? ამდენი ხალხი. ხო? ესე იგი თუ ეროტიულ გადაცემებს დიდი რეიტინგი აქვს, ესე იგი ტემპერამენტიანი მაყურებელი ყავს, ხო? რაღაცა ლოგიკა არსებობს. ანუ რაღაცა ლოგიკა სადღაც არის. ეხლა უყურეთ რაშია საქმე, ჩვენ როგორი მაყურებელი აღმოვჩნდით. სულ აგერ 1-2 დღის წინ და მე რამდენად უკვე ვიცით ყველამ რომ არჩევნებს ცოტა პრობლემა შეექმნა, ხო? ანუ ამბავი ხმები გაყალბდა არჩევნები, ხმები მოიპარეს თუ ასე შემდეგ. ამაზე ნუ ბუნებრივია ავილესეთ მთელი ქვეყანა და დღემდე ამ რეჟიმში ვართ ჩართული რომ გადავარჩინოთ ჩვენი არჩევანი, ხო? გადავარჩინოთ და დავიცვათ ჩვენი ხმები, ხო? ცოტა ხნის წინ ეთერში გადიოდა, პირდაპირ ეთერში გადიოდა ერთ-ერთ არხზე, პირდაპირ ეთერში, ერთ-ერთ ამ არხზე, პირდაპირ ეთერში გადიოდა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მისულები იყვნენ CSGO-სთან, როგორ შლიდნენ ჭავლით, ანუ პირდაპირ ეთერში ხდება იმ ყველაფრის დაცვა, იმ ყველაფრისთვის ბრძოლა, რისთვისაც ქვეყანა იღუპება. შენს, მეც, ვის ტელევიზორთან ვზივართ, ანუ იმ ყველაფრის გადასარჩენად ეს ადამიანები სიცივეში მისულები არიან და მოგვეცით ჩვენი ხმები, წოდი თქვენი და ყავს ასხამენ. ამ დროს, ესე ამცდა. ხო, ამ დროს პარალელურად გადის სხვა შოუ, სხვა არხზე. ამ წუწვას ხო უყურებენ ადამიანები? წყლისმის ხმას. იქ უყურებენ კიდე სხვა რაღაც ადამიანები. იქ გადის MasterChef-ი მაგალითად, რომელიც ადასტურებს რომ ქართველები ჩვენ ვართ, ძალიან კარგი შოუა, პრობლემა არის, მაგრამ ეს შოუ პირდაპირ ადასტურებს რომ ჩვენ ვართ მასვი, მაჭამე, მაღიღინე. ბიჭო, კარგად ვიყოს და რა ხმა, რა ფურცელი, რა ყუთი, რა არჩევანი. რატომ მეგობრებო? იმიტომ რომ როდესაც ერთ კონკრეტულ ამ არხზე ხალხი უყურებდა როგორ ასხამდნენ ცივი წყლის ჭავლს აქციის მონაწილეებს, ამ დროს მეორე რაღაც არხზე MasterChef-ს უყურებდა 35,000 ალესილი ქართველი და ძალიან აინტერესებდათ წყლის ხმის ხმაზე მეტად აინტერესებდათ აპეტაიზერზე ნუშის კაპის დასხმა. კი ბატონო, ასე არის. რატომაც არა? რა საჭიროა რამე საერთოდ? მეგონება იმ კაპზე ვართ გაზრდილები რა. მასვი მაჭამე ერი ვარ რა და თუ კიდე რამე ის რომ მოხდება. ძალიან კარგი შოუა და ბევრი უყურებს ეს გასაგებია, მაგრამ აი ინდიკატორი რისია მე ეს ყველაფერი, ხო? აი რაშია საქმე. ხო. სხვათა შორის მაგაზე გამახსენდა რომ ძალიან რთულია საერთოდ ყველაზე ერთ-ერთი დაწყებით ცივილიზაციები იყო ეს ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია, ხო? ან საერთოდ დღემდე ეგვიპტოლოგები თავს იტეხენ რომ ამ პატარა პრიმიტიული იარაღებით მაშინ ბრინჯაოს ხანაა, ხო? ჯერ რკინა არ არის შემოსული და როგორ შეიძლება რომ აი ასეთი სიზუსტის შენობები, ნაგებობები აეგოს, ამაზე არის ვერსია რომ პლანეტელების აშენებულია. აი მან იცი რა არის მე ვერ დაგეთანხმებით რომ ადამიანს მათი ესე იგი მე მინდა აღვნიშნო უბრალოდ ფარაონების ლიდერული თვისება და მათი ტრანსცენდენტული აღქმა სამყაროს, იმიტომ რომ ჩვენ აქაური ცივილიზაცია ვერაფრით ვერ ხდებით მაშინდელ ეგზისტენციალურ პრობლემებს. თავარი ღმერთი არის რა. ანუ მზის როგორ რა ფროიდი რა გინდა რა. ფროიდი რა, ეგვიპტეში სადახართ. თავიცი გადაცემებზე ლაპარაკობდა, მარტო ხო ვიმასხრებ ცოტა რაღაცა ინტელექტუალურად რაღაცა. ანუ შემეცნებით ინტელექტუალური გადაცემა მთავარი ბიჭები რა გინდა რა პრეტენზია რა ტრანსცენდენტული ხედვა. ტრანსცენდენტული ხედვაზე იყო საუბარი, მე ვერ მეკითხა, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემა ხო ჩვენი გადაცემა ყველა შოუს ფორმატი აქვს, ხო ჩვენი შოუსაც ესეთი ფორმატი აქვს, გასაკუთრებით. მე ვცადე შემოვიტანე. ინტელექტუალური, არა, კარგად გამოგივიდა, ვანიკო, ძალიან კარგად. ანორგანული იყო და ძალიან კარგი. მაგრამ შენ იცი რა არის? ხანდახან დაანგთხო რა. ბიჭო, ხო იცი აი უფრო ეს არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რობას და ამ რაღაცებს რა. კარგი მაბატია ხო ეს რა. კაი, მაგრამ მე მგონი მაყურებელმა დაინახა რომ აქ იუმორზე ნაკლები არც ინტელექტია და არც სხვათა შორის. ყველაფერი ხო ჩარს რა. ანუ ძალიან დიდი ნიშნულობაა. მარტო ტანკი მასხარები არა ვართ. არა, ხო, ნუ რა თქმა უნდა. იცი რა, მიუხედავად ამდენი მინუსისა, რომელიც ჩამოთვალეთ, ხო. ერთი რამე უნდა ითქვას, რომ სოფლიო დონის მონაპოვარი გადაცემა გვაქვს ჩვენ. რა. სოფლიო დონის მონაპოვარი. ამ გადაცემას რეიტინგი მარტო ამ ქვეყნად კი არა აქვს, იმ ქვეყნადაც აქვს. ეს არის გია ჯაჯანის გადაცემა. რადგანაც მასთან სტუმრად მოდნენ არა მხოლოდ ამ ქვეყნიური ცნობადი სახეები, არამედ იმ ქვეყნიური ცნობადი სახეებიც. კი, სხვადასხვა პლანეტები. ანაბრად სხვადასხვა სამყაროდან, სხვადასხვა პარალელური სამყაროდან, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ რა, მაგრამ აი ეს
ჩვენ სოფლიოს შევძინეთ. დია ჯაჯანიძის. დია არა ამ ჯაჯანიძეს გაუმარჯოს. ქვეყნიურად და ამ ქვეყნიურად რეიტინგული გადაცემა. კი, ძალიან კარგია. ნამდვილად. მე ძალიან მომწონს მან, როდესაც როგორ იყო ის რა სახშირვერთი სულია და ოჯახს ელაპარაკება, რომ ბავშვი. ხო, ნუ ეს საინტერესოებია. მოდი, გასაგებია შენ რომ ეს შოუ დაასახელე მონაპოვარ. წარმოგიდგენთ ჯაჯანიძის გადაცემაზე რომ მუშაობენ ტიპები, ანუ იმას ფიქრობენ, რომ ესე იგი ხო არის სეგმენტი, თინეიჯერების სეგმენტი, ცოტა პოლიტიზირებული ხალხის სეგმენტი და არის კიდე სულების სეგმენტი რა. ასე რომ ძალიან ხო, ნამუშევარი. ფოთაშორის ძალიან დიდი სეგმენტი ვართ ეგ სეგმენტი ვიც სულების რატომაც არა. შემდეგ კიდე ეხა აი ბიჭო რა არის იცი რამდენი გადაცემა იყო რომელიც მენატრება მარტო ეხა საბავშვო ის რო ვახსენეთ ჩვენი ხვაწილკაცობის დროინდელი მარტო ის საბავშვო გადაცემა კი არ მენატრება წარმოიდგინე მე ძალიან მენატრება სინდი კროუფორდის ვარჯიშები რომ ის ადრე გადიოდა ბატონო შემდეგ სანდრო ცნობილაძის მოპარული ფეხბურთის მიმოხილვა დაბლარული რო იყო მე თუ გახსოვთ თქვენ თეა გვასალიას რომ იყავდა ამბო როგორ არა ეგეც ძალიან მენატრება მაგრამ ну ილუზიონი კიდევ უფრო მანამდე ყველაზე მეტად მენატრება ვიდეო იყო თუ მანამდე იყო ესეთი საბავშვო გადაცემები ჩვენთვის დღესასწაული კვირაში ერთხელ მაშინ დადიოდა ვიდეო რა თქმა უნდა და ეს დიდების დღესასწაული იყო ვიდეო და იცი აი რაც ჩამჩა ყველაზე მეტად რომ ძირითადად ვიდეოში გადიოდა ხოლმე რა ხო ეს ბლოკბასტერები რემბო კობრა ხო და რომელსაც ახმოვანებდა ეს ცნობილი ადამიანი Баджи! Ты не гадаешь. Сукин ты сын. Ეგ ხო იყო? ხო, ეგაც თუმცა ცხოვრებაში ეგრე საუბრობდა, კიდე საუბრობდა. თურმე ეგ მერე გაირკვა ხო? ბიჭო და იცი რა არის, ეხა ერთხელ აი, ნუ რემბოზე გავიგეთ ეგეთი ხმარო აქვს, თქვათ, კობრაზეც გავიგეთ ეგეთი ხმარო აქვს და კიდე ჯახაჯუხას ვეძახ. ჩაკ ნორისსაც ალბათ ეგრე. ეტა кто ოიც და ასე შემდეგ, მაგრამ ჩაკ ნორისეც იყო ბრუსლი. ნუ ყველას ეგეთი ხმარო უხდებოდა, ხო, უკეთ ჩვენთვის უხდებოდა, მაგრამ ბიჭო ერთხელ გავუშვეს ვიდეოში 7 საათიანი ზეფირელის ფილმი. ქრისტე ხო ზეფირელის ქრისტე და ეხლა რა არის იცი რომ ბიჭო იმ გახმოვანებას უკვე შეჩვეული ყო და აქ ვიცი ეხლა რა ხდება იცი რომ ქრისტე არის ჯვარზე გაკრული გესმის და ეხლა რას ელოდები ხო ეხლა რომ ანუ აი როგორ უნდა თქვას და ეხლა იგივე ტიპი ახმოვანებს რემბოსი და უცბად რა ხდება ხო არის გაკრული და Господи! Помилуй! Иван, знаешь, что они делают? Ай, Рато! Римляне, суки, ваши маты! Ну, они хотели бы меня убить! Ну, ваши посады! Штат Иудею! Господи! მე ნანახიმა. წარმოიდგინე, მე ზუსტად სახში წარმოიდგინე. Вашу мать! Мშია! Помидоры! ხოდა როგორ უნდა მოახერხო ხო რომ ვიდეოში გავუშვა ქრისტე ზეფირელის ქრისტე და რემბოს გამხმოვანებელი ექსპერტის ხმა დაადო. Господи! Баджи, ты был хозяин. Да, Джорджия. ეგეც კაცი იყო რომ ხუიზე ხელს იჭერდა. ხო რა. Это не то, что ты думаешь. მოკლედ ეგეთი ამბები ხდებოდა ჩვენთან რაღაცა. მოკლედ შეგვიძლია დენელა დავასრულეთ ჩვენი პირველი ნაწილი, ასე ვთქვათ, ახლა იმდენი გადაცემა გვაქვს, იმდენი ტელევიზია გვაქვს, ხო? ამაზე ჩვენ ყველაზე ვერც ვისაუბრებთ, რაც ესე უცებ გაგვახსენდა რაღაცებს შევეხეთ, შემოხეთ, მაგრამ მეგობრებო, ყველა ხუმრობის გარეშე ისე მე მინდა გითხრათ, რომ წეგან ვიხმურეთ წამყვანები, რამდენი უნდა ყავდეს, როგორ უნდა იყოს და ნუ მართლა ესე არ არის, რომ ახლა რახან სამი წამყვანი ვართ, ამიტომ არის ჩვენი გადაცემა სახალისო, კარგი და რეიტინგული. ეს ამიტომ არა, სამი წამყვანი არნიშნავს, რომ რახან სამი წამყვანი, ამიტომაა კარგი. შეიძლება იყოს მართლა ერთი წამყვანი სიტყვაზე. ან ორი, ხო? ან ორი შეიძლება რომ იყოს რატომაც რადგან ახალი ვარ. ორი შეიძლება, ორი არ არის. ცუდი იყო იცი რატო, აი მაგას სამნინა და ორშიც დიალოგი რაღაცა. მე ანუ ჩემზე თუ ბაზრობთ და ჯერსი აპრობლემები. არა, პრეტენზიებით გამოდი. ორი უნდა იყოს. ჯერსი რა შეგონია რომ ორი ვერ წავიღან, ისე რომ ეხა ბიჭო, მაგ წავალმე და იყავი თქვენ. აგავიდეს თუ ახარეთი დაიწყარე ნერვები. მოიცე თავში ხوار აგივარდა. რატო გოჩხუბე? არაფერს არ გაჩხუბე, გააგრძელეთ ცოტა ხანს. ეხლა ამომაჭრევინეთ ესენი ცოტა ანონსისთვის და მაგარი უნდა მივცეთ ეთერში. მიდია შეუძლებელია. მოდი ერთმანეთი უძახოცავთ. ბიჭებო, უძახოცავთ. ერთმანეთი არ დახოცავთ. ერთმანეთი არ დახოცავთ. ანონსი